ყველამ ჩვენი თვალით ვნახეთ, საკმაოდ დრამატული თამაში გამოვიდა. განსაკუთრებით ბოლო წუთები. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არ მინდა თამაშის დეტალების შეფასება, ერთ-ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის რომ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ვამაყობ ჩემი გუნდით, ვამაყობ იმ ყველაფრით, რაც ჩვენს თავს ხდება ბოლო წლებია. ძალიან დასანანი და გულდასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი, თუმცა რეალურად იჩინა თავი იმ პრობლემებმა, რომელიც ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო. ეს არის ის პრობლემები, რაც საკმაოდ დაგვიგროვდა უკვე ევროპის დაწყების წინ. ბევრი ფეხბურთელი არ არის სათანადო კონდიციაში, არა იმიტომ, რომ ისინი ვინმეზე ნიჭიერები არიან, პირიქით ისინი ნიჭიერები არიან, ამაცები არიან. ხასიათი მათი არის წარმოუდგენლად ძლიერი, უბრალოდ ბევრი არის სათამაშო პრაქტიკის გარეშე, პლუს დაგვემატა ის ტრავმები, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქონდა, პლუს ამას ყველაფერს დაემატა უკვე საბას აზონოვის ტრავმა და მინდა არ შეიძლება არ გამოვყო საბას თავდადება, არ შეიძლება არ გამოვყო მისი პატრიოტიზმი, იმიტომ რომ ჩემზე კარგად არავინ არ იცის თუ რა რთულია მისთვის ამ ხელა პაუზის შემდეგ ესეთი დონის თამაშებში, უკვე მეორე თამაში, მეორე 90 წუთი. საფრანგეთი ძალიან მაღალი დონის გუნდია, ეს ყველაფერი დღესაც გამოჩნდა, არ გვაპატიეს არც ერთი შეცდომა. მესამე გაშვებული გოლი ზუსტად იმ ზონიდან იყო, საიდანაც ჩვენ ფეხბურთელი დავკარგეთ, სამწუხაროდ წყოცრილებას არ გვქონდა დარჩენილი. დროც ვფიქრობ, რომ იმაზე მეტი დაემატა, ვიდრე თუნდაც დამატებული იყო თავიდან, 12-13 წუთი ვითამაშეთ კიდევ. 90 წუთი სამოწურვის შემდეგ, სამწუხაროა ეს ყველაფერი, მაგრამ ბოლო ტურის წინ ჩვენ გვაქვს შანსი. ჩვენ გვაქვს შანსი, ისევ ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებული და ეხლა ყველაზე მთავარი ისევ ის არის, რომ ძალები გაგვიდგინოთ. ძალების აღდგენა მოვასწროთ, იმიტომ რომ რა და ხასიათი ჩვენ ბოლო თამაშიც გვექნება, ბრძოლის უნარიანობა ბოლო თამაშიც გვექნება, თუმცა ამ ყველაფერთვის საჭიროა, რომ ჩვენ ვიყოთ სათანადო კონდიციაში. ყველაფერი გაკეთება იმისთვის, რომ არანაკლებ სიძლიერის პორტუგალიის ნაკრებს შევხვდეთ უკვე მზადყოფნაში.